ირანმა იფიქრა, რომ მოიგო. ქვეყანა მაიტანა ათასობით დარტყმა, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის დროს მიიღო და ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ნავთობის ფასებზე ისეთი დიდი ზეწოლა მოახდინა, რომ აშეშიშკო იძულებული გახდა მოლაპარაკებები დაეწყო. ბოროტი რეჟიმი კვლავ არსებობდა და მალე ყველაფერი ისევ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდებოდა ირანის გარდაქმნილი მულებისთვის. შემდეგ მთები აფეთქდა და ყველაფერი შეიცვალა. მაგრამ ირანის რეჟიმს აშეშოზე არ მოუწევს ნერვიულობა. რაღაც სხვა მოდის. 5 ქურთული არმია გზაშია, რომ რეჟიმი გაანადგუროს და შიგნიდან მომავალი საფრთხე ახლა უფრო მომაქტინებლად ჩანს, ვიდრე ზემოდან მომავალი ცეცხლი. ყველაფერი დაიწყო ცნობებით ირანის ისლამური რევოლუციის გუშაქთა კორპუსში, ანუ IRGC-ში გარდაცვალებების შესახებ. 30 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასულ რამდენიმე დღეში ირანში რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რის შედეგადაც 4 ირანელი უსაფრთხოების თანამშრომელი დაიღუპა და რამდენიმე სხვა დაშავდა. გარდაცვლილებს შორის იყვნენ IRGC-ის 2 წევრი, იუწყება Jerusalem Post-ი, იმ ინციდენტებში, რომელსაც ირანის ხელისუფლება უკვე შეიარაღებულ ტერორისტულ თავდასხმებს უწოდებს. მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის, თუ სად მოხდა ეს თავდასხმები. IRGC-ის 2 წევრი დაიღუპა პავეში, რომელიც ირანის ხამან ქერმანშაის პროვინციის სასაზღვრო ქალაქია. დანარჩენი 2 დაღუპული, რომლებიც ორივე პოლიციის ოფიცრები იყვნენ, გარდაიცვალნენ ბანეში, ირანის ქურთისტანის პროვინციაში, სროლის შედეგად მიღებული ჭრილობების გამო. როგორც გამოცემა იუწყება, შეტაკებები ასევე მოხდა მაჰაბადსა და მარივანდში. ამ ადგილებს მნიშვნელობა აქვს. ყველა ეს შემთხვევა მოხდა ირანის დასავლეთის მთიან რეგიონში, სადაც ქურთები ცხოვრობენ და ისინი ფართო ტერიტორიაზე იყო გავრცელებული. მაჰაბადი და მარივანდი დაახლოებით 230 კილომეტრითაა დაშორებული ერთმანეთისგან. მათ შორის კი ბანე მდებარეობს. პავე მარივანდიდან 100 კილომეტრით სამხრეთით მდებარეობს. მაგრამ ყველა მათგანი ქურთულ ტერიტორიაზე ან მის მიმდებარედ მდებარეობს. და ეს არის დამაკავშირებელი რგოლი, რომელიც კვეთს ყველაფერს აერთიანებს. ამჟამად ირანში რაღაც ხდება. მას შემდეგ, რაც ეს თავდასხმების პირველი ტალღა მოხდა, დროის გასვლასთან ერთად უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება იმის შესახებ, თუ რა ხდება ირანის დასავლეთის მთებში. ვრცელდება ხმები, რომ ეს 4 თავდასხმა სულაც არ არის იზოლირებული შემთხვევები. ისინი გადაჭიმულია ზაგროსის მთების 200 კილომეტრზე მეტ ტერიტორიაზე და ისინი უფრო ფართო თავდასხმების სერიის ნაწილია, რომელიც მიმდინარეობს იმ ტერიტორიებზე, სადაც ქურთი მებრძოლები 10 წლეულები ემოქმედებენ. ეს მიანიშნებს იმაზე, რაც ირანის რეჟიმს ელოდება. ქურთები, რომლებსაც ეს რეჟიმი ასე დიდხანს სასტიკად ექცეოდა, როგორც ჩანს საბოლოოდ გაერთიანდნენ და ახლა კოორდინირებულ იერიშებს აწყობენ ირანის რევოლუციურ გვარდიასა და სხვა ირანულ ხელისუფლებაზე მთელ მათ ტერიტორიაზე. და რაც ირანისთვის კიდევ უფრო უარესია, ქურთებმა უკვე მაღალი რანგის ფიგურა ჩამოიშორეს, როგორც ამბობენ. 30 ივნისს დაახლოებით იმ დროს, როცა ეს 4 თავდასხმა ხდებოდა, ირან Wire-მა გაავრცელა ინფორმაცია უცნაურ შემთხვევაზე, რომელიც ქერმანშაჰის პროვინციის გზატკეცილებზე მოხდა. 29 ივნისს მოჰამად აკბარზადეს მანქანა, როგორც იუწყებიან, გადაბრუნდა. ან ადგილზე მძიმე დაზიანებები მიიღო და მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფოში გადაიყვანეს, აკბარზადე რამდენიმე საათში გარდაიცვალა. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? აკბარზადე იყო მეორე რანგის კონტრადმირალი და ასევე უზენაესი ლიდერის წარმომადგენლობის პოლიტიკური მოადგილე ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის საზღვაო ძალებში. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, ის იყო ზუსტად ის მაღალი რანგის ფიგურა, რომელსაც ქურთი მებრძოლები სამიზნედ აისჩევდნენ, თუ ისინი აძლიერებენ მცდელობებს, რომ ირანის ისლამური რევოლუციური გვარდია და ირანის რეჟიმი სამუდამოდ განდევნონ ხელისუფლებით. რა თქმა უნდა, ირანი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი უბედური შემთხვევა იყო. აკბარზადემ მანქანა გადააბრუნა, მეტი არაფერი, აქ სანახავი არაფერია. მაგრამ ირანის მაღალჩინოსნებს უცნაური მიდრეკილება აქვთ, რომ ავტოავარიებში იღუპებიან და ამ ყველაფრის დროის დამთხევა უბრალოდ ძალიან შემთხვევითია. მართალია, გერმანი ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთშია, შორს იმ თავდასხმებისგან, რომლებიც ქურთულ ტერიტორიაზე და მის გარშემო ხდება, მაგრამ მაშინ, როცა ირანის რევოლუციური გვარდიის მნიშვნელოვანი ფიგურა იღუპება, იმ დროს, როცა რევოლუციური გვარდია და ირანის უსაფრთხოების ძალები ქურთებს ებრძვიან, ეს დამთხევა ძალიან კარგად ჯდება სურათში იმისთვის, რომ უგულებელყოთ. რის წინაშეც ირანი ახლა დგას, შეიძლება უბრალოდ ლოკალური აგრესია არ იყოს რამდენიმე ქურთი ამბოხებულისგან. ეს შეიძლება რევოლუციის დასაწყისი იყოს. და თუ ასეა, ქურთებისთვის არასდროს ყოფილა უკეთესი დრო, რომ აღდგნენ და ირანის რეჟიმს დაუპირისპირდნენ. ირანის რევოლუციური გვარდია ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი ტერორიზმს ეხება, ცალკეული აგრესიული ქმედებებია, რომლებსაც ჩაახშობენ. თუ უგულებელყოფთ ამ განცხადებაში არსებულ თვალთმაქცობას ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც თავადაც ტერორისტულია, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სცადა პასუხისგაცემა. როგორც Iran International 30 ივნისს ითხოვინებოდა, ირანის რევოლუციური გვარდია ამტკიცებს, რომ ირანის ჩრდილო-დასავლეთ საზღვართან მაჰაბადსა და პირანშაჰს შორის მთებში მომხდარი შეტაკებისას 6 შეიარაღებული კაცი მოკლა. კიდევ ერთხელ, ეს ქურთული ტერიტორია და თუ ირანის რევოლუციურ გვარდიას დაუჯერებთ, 6 კაციანი ჯგუფი შეიარაღებული იყო იარაღითა და ღითა და სამხედრო აღჭურვილობით. მიზანი კი დივერსიული და ტერორისტული ოპერაციების განხორციელება იყო. ეს ირანის რევოლუციური გვარდიისთვის წარმატებად არ უნდა ჩაითვალოს. ეს უნდა იყოს ნიშანი.
ომში რომელმაც ირანი მოიცვა, ახალი ფრონტი იხსნება და ამ ფრონტს არ ხსნის აშეთეშუთი. ირანის ქურთების შეტევაზე გადადიან და ეს თავდაპირველი შეტაკებები მხოლოდ დასაწყისია. რაღაც ბევრად უფრო მასშტაბურისთვის, ვიდრე ირანის რევოლუციური გვარდია შეძლებს გაუმკლავდეს. Newsweek-ის მიხედვით ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengore აცხადებს, რომ პავეიზე თავდასხმა ქურთულმა ჯგუფმა სახელად ქორი ჰივამ განახორციელა, რაც ნიშნავს სასოების შვილს. ორგანიზაციის თქმით, ეს ჯგუფი ახალშექმნილია და სულაც არ არის ერთადერთი არმია, რომელსაც ირანის რევოლუციური გვარდია ებრძვის. ბაჰაბადის ინციდენტში მოკლული 4 მებრძოლი ქურთისტანის თავისუფალი ცხოვრების პარტიის, ანუ PJAK-ის მეამბოხე ჯგუფის წევრები იყვნენ, როგორც თავად PJAK აცხადებს. ეს საჯარო განცხადება თავისთავად ბევრს ამბობს. PJAK აცხადებს, რომ მისი მებრძოლები იბრძვიან ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის წინააღმდეგ. მაგრამ ის ფაქტი, რომ ირანის რევოლუციურ გვარდიას ერთდროულად რამდენიმე სხვადასხვა ჯგუფთან უწევს ბრძოლა, რეჟიმისთვის კიდევ უფრო შემაშფოთებელია. ეს მიანიშნებს თანამშრომლობაზე, კოორდინაციასა და ერთიანობაზე. და თუ ეს ყველაფერი ახლა ერთიანდება, ეს გვიჩვენებს, რომ ირანში ქურთულ ტერიტორიაზე ახალი ფრონტი იხსნება. ახალი ფრონტი ჩნდება და მის ცენტრში ახლა 5 სხვადასხვა არმიაა გაერთიანებული. მაგრამ ამაზე მოგვიანებით დავბრუნდებით. ეხლა კი რასაც აქ ვხედავთ არის ის, რომ ირანი საკუთარი წამლის მწარე გემოს იგემებს. წლების განმავლობაში რეჟიმი მთებში ქურთ ხალხს ჩაგრავდა. წინააღმდეგობა ყოველთვის არსებობდა. ახლა ეს წინააღმდეგობა რაღაც ისეთად ყალიბდება, რასაც ირანის რეჟიმი იცის, რომ ვერ გაუმკლავდება. ყველაფერი ნათელია და თვითონ ახალი უზენაესი ლიდერიც კი მოაიად ხამენეი იცის, რომ რეჟიმის საქმეები უნდა მოაწესრიგოს, რათა მზად იყოს ქურთული საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებისთვის. ხამენეის მიდგომა მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებთან აშშ-ოსთან გვიჩვენებს ყველაფერს, რაც უნდა ვიცოდეთ იმის შესახებ, თუ სად არის ახლა მისი ყურადღება მიმართული. უკვე 18 ივნისს ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხამენეიმ ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით იყო შეთავაზებული აშშ-სთან, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად არ ეთანხმებოდა მის შინაარსს. იმ დროს ხამენეიმ განაცხადა, რომ ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული აზრი ჰქონდა ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიენთან, რადგან სურდა დაეცვა ირანის ერისა და წინააღმდეგობის ფრონტის უფლებები. ეხლა ჩვენ სრულიად განსხვავებულ ისტორიას ვხედავთ. ეს არის ისტორია, სადაც ხამენეისა და მისი ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსს მთელი რესურსების მომავალი ომისთვის კონცენტრირება სჭირდებათ, ვიდრე იმ ომზე, რომელსაც აშშ-ს თანაწარმოებენ. ამერიკა ირანის მთავარი პრობლემა აღარ არის. ახლა ამ როლს ქურთები ასრულებენ და მალე გეტყვით, რატო არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი და განვიხილავთ, რას შეიძლება ნიშნავდეს ქურთული აჯანყების ეს საწყისი, ნაპერწკლები ირანისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში. შეიძლება იყოს კიდევაც მოულოდნელი როლი, რომელიც ამერიკას ჯერ კიდევ შეუძლია შეასრულოს. მაგრამ სანამ ამაზე ვისაუბრებთ, ეს არის მილიტარი შოუ. ჩვენ გაჩვენებთ სრულ სურათს, არა მხოლოდ სათაურებს. თუ ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწერეთ არხი და დააწკაპონეთ ზარზე, რომ არ გამოგჩეთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. ეხლა ქურთული საფრთხე. მართლა ისეთ დიდ პრობლემას წარმოადგენს ირანის რეჟიმისთვის, როგორც ეს თავდასხმების სერია მიგონიშნებს. ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ჯერ უნდა ჩაუღმავდეთ ირანის რეჟიმსა და ქურთებს შორის ისტორიას, რომლებმაც ზაგროსის მთები თავიანთ სახლად აქციეს. ეს ისტორია სასიამოვნო არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქურთები ირანის მოსახლეობის 10-12% შეადგენენ, ისინი ირანის რეჟიმის მხრიდან დევნას განიცდიან თითქმის იმ დროიდან, რაც ყოფილი უზენაესი ლიდერი ალი ხამენეი ხელისუფლებაში მოვიდა. მათ ყოველთვის საფრთხე დაღიკვანტრე. დაახლოებით 4 საუკუნეა ქურთები ზუსტად იქ ცხოვრობენ, სადაც ახლა არიან, ზაგროსის მთებში. და მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ირანის სხვადასხვა მთავრობასთან ყოველთვის გარკვეული პრობლემები ჰქონდათ, უფროსი ხომეინის მიერ 1979 წელს გამოცხადებული ჯიჰადი ყველაზე ნათელი ნიშანი იყო იმისა, რომ ირანის რეჟიმს სურდა მათგან სამუდამოდ განთავისუფლება. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული და დღემდე ირანის რეჟიმმა ძირითადად შეძლო ქურთული წინააღმდეგობის კონტროლი. რა თქმა უნდა, ცალკეული თავდასხმები ყოფილა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ქურთები გაფანტულები იყვნენ. მათი წინააღმდეგობა კი არის არასაკმარისად დაფინანსებული და გახლეჩილი, რამაც ირანის რეჟიმს კონტროლის შენარჩუნება გაუადვილა. მაგრამ მხოლოდ კონტროლი არ არის ის, რასაც რეჟიმი და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორსუები ისურვებენ. როგორც გენოციდის მონიტორინგის ორგანიზაციამ აღნიშნა, 2025 წლის ნოემბერში გამოქვეყნებულ სტატიაში, ირანში ქურთები არაერთხელ გამხდარან ირანის მცდელობის მსხვერპლი, რომ შეეზღუდათ მათი ავტონომია და ძალით მოეხდინათ მათი ასიმილაცია რეჟიმის მიერ შექმნილ ირანულ კულტურაში, რომელიც რეჟიმმა შექმნა. ყოველთვის როცა ქურთები ამ საკითხებზე ხმამაღლა საუბრობდნენ, შედეგი ყოველთვის სასტიკი რეპრესიები იყო. ქურთული პოლიტიკური ჯგუფები ირანის რეჟიმის მიერ აკრძალულია, რაც ხელს უშლის ქურთების ხმას ირანის პოლიტიკურ სტრუქტურაში გაჟღერდეს. სამოქალაქო ლიდერებს ხშირად აკავებენ, რაც ქურთებს ირანში ართმევს იმ სოციალურ ბერკეტებს, რომლებიც მათ მშვიდობიანი პროტესტის ორგანიზების საშუალებას მისცემდა. ქურთული სიმბოლოები ირანში აკრძალულია, ისევე როგორც ქურთული ენა. ფიზიკურად ირანის რეჟიმი ქურთების მიმართ ახორციელებს თვითნებურ დაპატიმრებებს, წამებას, მეთვალყურეობას და უსაზღვრო მასშტაბით სიკვდილით დასჯას. აცხადებს Genocide Watch-ი ირანის რეჟიმსა და მის დამოკიდებულებაზე ქურთული მოსახლეობის მიმართ. ეს არის ის ფონური სიტუაცია, რასაც ახლა ირანში ვხედავთ.
ეს არის მიზეზიც, რის გამოც ბევრმა ივარაუდა, რომ საბოლოოდ სწორედ ქურთების აჯანყება დაასრულებს ირანის რეჟიმს. მას შემდეგ, რაც ოპერაცია ეპიკური რისხვა დაიწყო. მარტის დასაწყისში როგორც ატლანტიკური საბჭო, ასევე საგარეო ურთიერთობათა საბჭო მსჯელობდნენ იმაზე, თუ შეიძლებოდა თუ არა ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყებას ირანის ქურთების მხრიდან ირანის რეჟიმისადმი რეალური გამოწვევა გამოეწვია. CFR-მა აღნიშნა, რომ აშშ-ის ოპერაციის დასრულება ირანის რეჟიმის მხრიდან იმ ჯგუფების ჩაჩახშობის მცდელობის ნიშანი იქნებოდა, რომლებიც ირანში პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ. ქურთები ალბათ ყველაზე გამორჩეული ჯგუფია, რომელიც ამ კატეგორიაში ჯდება. და ეს არის мотиваცია, თუ კი კიდევ რამე იყო საჭირო, რომ აჯანყება დაიწყოს. ქურთები შესაძლოა კვლავ გააგრძელონ წინააღმდეგობა ცენტრალური მთავრობის მიმართ და შეიძლება სერიოზული ბრძოლები დაიწყოს. არ არის იშვიათი, რომ სხვა ქვეყნებიდან ქურთები მოდიან და მოხალისეობრივად უჭერენ მხარს თავიანთ ირანელ თანამოწმეებს. ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ვაშინგტონის მზადყოფნაზე, გააგრძელოს მათი მხარდაჭერა და დაარწმუნოს ირანის რეჟიმი, რომ შურის ძიებას არ ეცადოს, განაცხადა CFR-მა. მალე დაუბრუნდებით ვაშინგტონის შესაძლო როლს. ატლანტიკური საბჭო უფრო პრაქტიკულად მიუდგა შეფასებას და აღნიშნა, რომ ირანში არსებული სხვადასხვა ქურთული შეიარაღებული წინააღმდეგობის ჯგუფები სულაც არ არიან უსუსურები, მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც დაყოფილები იყვნენ. ამ ორგანიზაციებს ყავთ შეიარაღებული ფრთები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თოფებით, ხელის სარაკეტო გამშვებებითა და ნაღმთ ორცნებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. ქურთული უსაფრთხოების ძალები ასევე ყავთ რამდენიმე სპეციალური ოპერაციების დანაყოფი. ამ დანაყოფთაგან ერთ-ერთი ანტიტერორისტული ჯგუფი გაწვრთნილია აშეთეშუის მიერ და გააჩნია უფრო თანამედროვე აღჭურვილობა, მათ შორის M4 კარაბინები, ღამის ხედვის ტექნოლოგია და სნაიპერული თოფები. ასე რომ შესაძლებლობა არსებობს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უმცირესობა არიან, ის ფაქტი, რომ ქურთი ხალხი შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს, სადაც 90 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მიუთითებს, რომ საკმარისი ადამიანური რესურსია ძლიერი და ერთიანი არმიის შესაქმნელად. მაგრამ ეს გვიყვანს ორ საკითხამდე, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ქურთების მიერ ივნისის ბოლოს განხორციელებული თავდასხმები გადაიზარდოს უფრო კოორდინირებულ ომში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. შესაძლებლობა და ერთიანობა. პირველი ნამდვილად გაჩნდა. ეს ყველაფერი ოპერაცია ეპიკური რისხვის წყალობით. აბსოლუტური ცეცხლოვანი შტორმი, რომელიც აშშ-მ და ისრაელმა ირანზე დაატეხეს, მიუხედავად ყველა გეოპოლიტიკური პრობლემისა, რაც ამას მოჰყვა, სერიოზულად დაასუსტა ირანის რეჟიმი და ირანის რევოლუციური გვარდია. CBC იუწყება, რომ აშშ-მ ირანში კამპანიის განმავლობაში დაახლოებით 16,000 სამიზნიდან 13,000 სამიზნეზე მიიტანა იერიში. ეს სამიზნეები მოიცავდა საჰაერო თავდაცვასა და სამხედრო გემებს, ასევე სარდლობისა და მართვის ცენტრებს, რომლებიც გადამწყვეტია ირანის რევოლუციური გვარდიისა და ირანის არმიის ორგანიზებულად შენარჩუნებისთვის. გამოცემა ასევე ამატებს, რომ ოპერაცია ეპიკური რისხვის დაწყების შემდეგ 50-ზე მეტი ირანული სამხედრო ბაზა დაზიანდა და ვარაუდობენ, რომ ირანის სამხედრო ძალა თავისი შესაძლებლობის 60-დან 80%-მდეა დაყვანილი. Iran International ასევე იუწყება, რომ ირანის რეჟიმში ირანის რევოლუციური გვარდიის გავლენის ზრდის გამო უკვე საუბარია ამ ორგანიზაციის დაშლაზეც კი. არ არის ნათელი ეს რეალური დაშლა იქნება თუ უბრალოდ სახელის შეცვლის მცდელობა. მაგრამ ის ფაქტი, რომ ამაზე საერთოდ საუბრობენ, ირანის სამხედრო სტრუქტურაში არსებულ ქაოსს აჩვენებს. ეს ქაოსი ქმნის შესაძლებლობებს ქურთებისთვის წამოიწყონ მასშტაბური კამპანია, რომელიც მინიმუმ ირანის რეჟიმს აიძულებს თავი დაანებოს მათ, ან თუ კარგად განხორციელდა, შეიძლება გამოიწვიოს რეჟიმის დაშლაც კი, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან ახლოს დგას უფსკრულთან. ის სტაბილურობა, რომელიც ირანის რეჟიმს სჭირდება იმისთვის, რომ ეფექტურად იმოქმედოს და შეაჩეროს ორგანიზებული ქურთული წინააღმდეგობა, უკვე იშლებოდა. რადგან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მასობრივმა პროტესტებმა გამოიწვია ყველაფერი, რაც 2026 წელს აქამდე ვიხილეთ. ახლა, როდესაც ამდენი რეჟიმისა და ირანის რევოლუციური გვარდიის ლიდერი გარდაცვლილია, ირანს უჭირს იმგვარი რეპრესიების ორგანიზება იზება, რომლებმაც ქურთები ამდენი ხანი დაქვემდებარებულ მდგომარეობაში ჰყავდა. თუმცა შესაძლებლობა ერთიანობას უნდა შეუთავსდეს. და ეს გვაბრუნებს იმ საკითხთან, რაც ადრე ვახსენეთ. გითხარით, რომ არსებობს 5 ქურთული არმია, რომლებიც მზად არიან ირანის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს გადაჭარბებული ნათქვამი არ იყო. სულ რამდენიმე დღით ადრე, სანამ აშშ-ში დაიწყებდა ოპერაცია ეპიკური რისხვას, ქურთებს შორის საინტერესო მოვლენები განვითარდა. 5 ქურთულმა ირანულმა პოლიტიკურმა პარტიამ გადაწყვიტა გაერთიანება და შექმნა ირანის ქურთისტანის პოლიტიკური ძალების კოალიცია. როგორც ატლანტიკი იუწყება, ამ 5-ვე პარტიას სამხედრო ფრთა აქვს და როგორც ჩანს, ყველა მზად არის დაემორჩილოს ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის, ანუ KDP-ის საერთო ხელმძღვანელობას. თითქოს ამ პარტიებმა წინასწარ იცოდნენ, რომ რაღაც მოხდებოდა, რაც ირანის რეჟიმს საფუძვლიანად შეარგებდა და მათ სურდათ მზად ყოფილიყვნენ, რომ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ. ასევე მიიჩნევა, რომ აშშ-მ ამ ჯგუფების რამდენიმე წარმომადგენელთან კომუნიკაცია ჯერ კიდევ 5 მარტს დაამყარა. სწორედ მაშინ ალ-ჯაზირამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის, ქურთისტანის პატრიოტული კავშირის და ცოტა ხნის წინ მოხსენებული KDP-ის ლიდერებთან. გაერთიანებულმა ქურთულმა პარტიებმა, რომლებიც უნდა შეგახსენოთ, ირანის რეჟიმმა უკანონოდ გამოცხადება სცადა, ასევე მოუწოდეს ირანის სამხედროებს გადასულიყვნენ მათ მხარეს. ეს საინტერესო დეტალია.
ირანის რეჟიმით უკმაყოფილება ბევრად ცდება ქურთულ მოსახლეობას. თუ ეს გაერთიანებული ქურთების ჯგუფი სხვებსაც გადაიყვანს თავის მხარეს, მაშინ ირანის რეჟიმს სერიოზული პრობლემა ექნება. ამაში ვხედავთ ერთიანობისა და შესაძლებლობის შერწყმას. და გახსოვდეთ, რომ ეს ქურთული ჯგუფები არ არიან მოყვარულები, ისინი შეიარაღებულები არიან. მათი სამხედრო ფრთების ბევრი წევრი კარგად არის მომზადებული. ის, რასაც ახლა ვხედავთ ირანის ზაგროსის მთების რეგიონში, შეიძლება იყოს საშიში სტრატეგიის დასაწყისი, რომელიც ირანს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. ქურთებს ეს მთები კარგად იციან, ნამდვილად უკეთესად ვიდრე ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსმა. შესაძლებელია, რომ გაერთიანებული ქურთი მებრძოლები ირანის რეჟიმზე თავდასხმებს მათ ტერიტორიას გარეთ ახორციელებენ, რათა ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსი ზაგროსის მთებში შეტევაზე წამოაგონ. თუ ასეა, მაშინ ირანს სერიოზული სირთულეები ექნება. ის ტანკებსა და რაკეტებს მიიყვანს ბრძოლაში, სადაც ორივე საბოლოოდ უსარგებლო აღმოჩნდება. ქურთებმა ზუსტად იციან ყველა ბუნებრივი ვიწრო ადგილი თავიანთ მთებში. მათ შეუძლიათ დატოვონ ადგილი, განახორციელონ შეტევები და შემდეგ ისევ მთების საფარში დაბრუნდნენ, რაც ზიანს მიაყენებს ირანის არმიას, რომელიც უკვე განადგურებულია ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად. თუ ამ არმიას თანდათან დაასუსტებენ, შეიძლება დასუსტებული რეჟიმიც დაემხოს. და ოპერაცია ეპიკური რისხვის ხსენება ისევ ამ ამერიკას გვახსენებს. ამერიკას ჯერ კიდევ შეიძლება კონდეს როლი ირანის რეჟიმის დამხობაში. ამერიკიდან ადგილზე ჯარები აღშევა. ქვეყანამ უკვე შექმნა აჯანტების საფუძველი ირანის დაბომბვით. ახლა ის, რაც შეიძლება გააკეთოს, არის ის, რომ ქურთებს მისცეს ის მხარდაჭერა, რაც მათ საქმის დასრულებისთვის სჭირდებათ. იყო კიდეც ვარაუდები, რომ ამერიკა ამას უკვე აკეთებდა ჯერ კიდევ 4 მარტს. CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის წყაროებთან საუბრისას განაცხადეს, თითქოს CIA აქტიურად თანამშრომლობდა ქურთულ წინააღმდეგობის ჯგუფებთან, რათა ირანში სახალხო აჯანყება წაეხალისებინა. ასეთი რამ CIA-ისთვის ჩვეულებრივი საქმეა და ვიცით, რომ აშეთეშემ ქურთებთან თანამშრომლობა უკვე ქონია. თუმცა ასევე არსებობს ნიშნები, რომ აშეშეჩუ შესაძლოა არ იყოს მზად ქურთებთან თანამშრომლობისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ ამ ანგარიშის გამოქვეყნებიდან საქმეში დონალდ ტრამპის ფაქტორი ჩაერთო. 16 ივნისის სტატიაში The Conversation-მა განაცხადა, რომ აშშ-მ ქურთები მიატოვა და დონალდ ტრამპს ამ საკითხზე ბევრი ქურთები მხოლოდ იღებენ. მათ კონგრესში კარგი რეპუტაცია აქვთ. კონგრესი ამბობს, რომ ისინი მძაფრად იბრძვიან, როცა ფულს იღებენ. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ ქურთებით, განაცხადა დონალდ ტრამპმა მაისში თეთრი სახლიდან. ყოველთვის ძალიან რთულია გაიგო. ნამდვილად იმას გულისხმობთ თუ არა ტრამპი, რასაც ამბობს. მაგრამ ის, რასაც ახლა ირანში ვხედავთ, შეიძლება ნიშნავდეს, რომ აშშ-ში ისევ ქურთების მხარეს დგას. მშვიდობის მოლაპარაკებები ირანთან კიდევ ერთხელ შეჩერდა, მიუხედავად იმისა, რომ ალი ხამენეიმ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის ხელმოწერაც არ სურდა. ამ მშვიდობის მოლაპარაკებების დასრულება ირანის რეჟიმს მისცემდა საშუალებას, ყურადღება ქება ქურთებზე გადაიტანოს. შეიძლება აქ რაღაც პოლიტიკური თამაში მიმდინარეობს, რასაც არავინ ელოდა, რადგან აშშ-ში მშვიდობის პროცესს აჭიანურებს, რათა ქურთებს დრო მისცეს. ახლა ხედავთ, რომ ქურთული ძალები კოორდინირებულ თავდასხმებს ახორციელებენ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსისა და ირანის რეჟიმის წინააღმდეგ 100 კილომეტრზე გადაჭიმულ ტერიტორიაზე. შემთხვევითობა? შეიძლება. ან შეიძლება იყოს რაღაც ბევრად უფრო დიდი პროცესის დასაწყისი, სადაც აშშ კულისებში მუშაობს, რათა მხარი დაუჭიროს გაერთიანებულ ხალხს, რომლის მიზანიც არის მოიშოროს დამტკუნველი რეჟიმი, რომელიც ახლა უფრო სუსტია ვიდრე ოდესმე ყოფილა. ირანი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელიც საკუთარ ტერიტორიაზე პრობლემებს აწვდება. 1000 კილომეტრი მოშორებით პუტინი და მისი რუსი თანამოაზრეები, რომლებიც ირანის მოკავშირეები არიან, თავიანთ პრობლემებს უმკლავდებიან. ჩეჩნეთის ძალაუფლების გადაცემის კრიზისისკენ მიექანება და ეს შეიძლება გამოიწვიოს, რომ პუტინს საკუთარი შიდა აჯანყების მოგვარება მოუწიოს. შეგიძლიათ გაიგოთ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი, თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show და დააჭიროთ შეტყობინების ზარს, რომ ნახოთ ჩვენი სხვა მასალები და ანალიზი სოფლიოს უახლესი გეოპოლიტიკური მოვლენების შესახებ. და როგორც ყოველთვის, მადლობას გიხდით ყურებისთვის.